გამარჯობა, ეთერშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავ. ჩვენი პროკურატურა ადეიშვილს ეძებს და ვერაფრით პოულობს. ეთყობა მე ვეფარები და ამიტომ წავალ დავჯდები. ცხვირია, მაგრამ საგანელიზე თუ გაცხარდა, წატეხილი ცხვირი იქნება უნათქვამი. ხო და გამოცდილი საგანელიზეც ისე გაცხარდა, რომ ეს თავისი გამოცდილება ზაქარია ქუცნაშვილს ცხვირში ამოადინა ლამის. წასატეხ ცხვირში. მოვისმინე კიდე დღეს ქუცნაშვილისგან, ცოტა არაკორექტულად, მოდით უფრო დავაკონკრეტებ თავხედურად ნათქვამი სიტყვა, რომ თურმე უმრავლესობის ლიდერი თავის თავს აძლევს უფლებას და უმრავლესობის სახელით ესაუბრება პრეზიდენტს. ქუცნაშვილს მე უსურვებდი, რომ ცოტა ახალგაზრდა კაცია და მეტი დაფიქრება მართებს, მეტი თავშეკავება მართებს, მეტი გუნდურობა მართებს და სიტყვების მოზომობა მართებს, იმიტომ რომ შეიძლება წაიმტრიოს ცხვირის. აი დეპუტატი ბატონო, აი ესმის საგანი, დავით ცხვირთწამტეხი. იცოდეთ ახლა არ ითავხედოთ ხოლმე პარლამენტში, თორემ იშიშლებს დავითი ცხვირსახოც, ალესავს და იმ ცხვირსახოცი დახოცავს ყველა თავხეთ ცხვირს, ვინც კი გზაზე გადაეღობება. კაცო, ცხვირსახოცი იქით იყოს და მგონი მივხვდი რა არის ჩვენი პარლამენტის თავარი პრობლემა. რა არის და ის რომ თითქმის ყველა მუშზე იყურება და წინ თითქმის არა. ახლა კითხვის საგანელიზე მე ცხვირის სატეხვა მეტაფორულად თქვი და სინამდვილეში ზაქარიას კარიერული ზრდა განვითარების საქმეში აღმზრდელობითი წვლილი შეტანა მინდოდაო, მაგრამ რა ვიცი კაცო, აი ტონი არ იყო ფლათ აღმზრდელობითი, ხო და კი აღირსი ახლა საგანელიზე რომ ზაქარიამ ცხვირი აღარ გამოყოს სახლიდან. ან თუ გამოვა ცხვირი სახლში დატოვოს და რას წაიტეხავს მაგასაც ვნახავთ მე. ჩვენ კიდე მანამდე შევეგუოთ იმას რომ ორადორი რამე რაც პარლამენტში მართლა კარგად გამოსდით, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და მე იმ ცხვირ პირში გემრიელად მოდება. იმედი ახლა ამ განცხადებასაც ხედობაში არ ჩამომართმევს ზოგიერთი. სერგო მგონი რაღაც სასწაული ხდება. ამ წატეხილი ცხვირის მიუხედავად მაინც ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს დემოკრატია ჩავისუნთქე. აბა ღრმად ისუნთქეთ, ღრმად. იქნება თქვენ სიგნო დემოკრატიის ჟანგბადი. დემოკრატიის ჟანგბადი ექსპერტების ბიოგრაფიებს სწავლობს ორგანიზაციის მიზანია ექსპერტების კვალიფიკაცია და მათი რეიტინგების დადგენა. თავად ამ კვლევის ობიექტები არასამთავრობო ორგანიზაციის გეგმებს ბიძინა ივანიშვილის ცნობილ განცხადებებს უკავშირებენ, როდესაც მან ქართველი ანალიტიკოსების პროფესიონალიზმი არაერთხელ დააყენა ეჭქვეშ. ბიძინა ივანიშვილთან კავშირს უარყოფს თავად ახალი ორგანიზაცია. ვისგან ფინანსდება ეს ორგანიზაცია? საკუთარი სახსრებით, ჩემი და ჩემი მეგობრები. სერგო მაცადე დემოკრატიის ჟანგბადის გამოყოფას ვამუღამებ. ბიჭო, ჯერ დამწყები კი ვარ, მაგრამ იქნება გამომივიდეს მეც კაცო. ბიჭო, რატო არ გამომდის ნეტა, ჰა? აუ, მივხვდი კაცო, 10 საათზე უნდა დამეძინა წუხელ და გამომივიდოთ. არა უშავს კაცო, ახლა ვისაც გამოსდის, ბრწყინვალედ გამოსდის და ეგეც გვეყოფა ჩვენ ყველას, კი. დემოკრატიის ჟანგბადის ყლორტები მივლენ იმ ექსპერტებთან, რომლებიც დემოკრატიულ ნახშირო ჟანგს გამოყოფენ, სულ შეუბერავენ და ამ ექსპერტების მთელი წარსული ჰაერივით გამჭვირვალე გახდება. აბა მე გაბედონ ახლა ვინმეს კრიტიკა და ჭუისსავლე. ისე დღეში ჩავარდებიან ხელოვნური წინთვის აპარატზე შეაერთებენ და მოუწევთ მე დემოკრატიის ჟანგბადის სუნთქვა. თანკაცურა საოცრება, რამხელა ენთუზიაზმი აქვს თქვენსა დემოკრატიის ჟანგბადის მწარმოებლებს. საკუთარი ჯიბიდან აფინანსებენ ჟანგბადის გამოყოფას. მალე ნახეთ თუ მოგებაზე არ გავიდნენ, ხო? გააკეთებენ დემოკრატიის ჟანგბადის ბალონებს და ექსპორტზე გაიტანენ ევროპაში. და ევროპაც ერთი ამოსუნთქვით გაოცდება. მეგობარი თუ გინდა გამოცადო, ერთი $10,000 უნდა თხოვო. თანაც როცა იცი რომ სწორედ გუშინ აიღო ქთამი. ახლა თუ არ მოგცა არ ყოფილა მეგობარი, ხოლო თუ არ იცი რომ გუშინ აიღო ქთამი, მით უმეტეს არ ყოფილა. დედაქალაქის მერი უსაფუძვლოდ მიჩნევს ბრალდებებს, რომლებმაც მერის მისამართით ბოლო დღების განმავლობაში გაიჟღერათ. ნარმანიამ განცხადა, რომ ბოდოკიას არ ქონდა უფლებამოსილება გავლენა მოეხდინა საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სასტუმროს მშენებლობას ეხებოდა. ასევე თბილისის მერმა უარყო ინფორმაცია, რომ დაკავებული მისი მეგობარია. ის არის თბილისში დაბადებული გაზრდილი, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი და შესაბამისად ის, ასე ვთქვათ, ჩემი თანაკლასელი, თანასოფელი და ბავშვობის მეგობარი ვერ იქნება. აჰა ბატონო, თქვენ კიდევ ამბობდით მეგობარია. ბიჭო, კაცი სხვაგან დაბადებულა და თან ადრე. აბა ეხა მოზრდილ ასაკში ვიღა უმეგობდება ერთმანეთს გამარკვიეთ ერთ. შესაბამისად ბოდოკიას თანამდებობაზე დანიშნვის საქმეშიც ნეპოტიზმი გამორიცხულია აბსოლუტურად.
იმიტომ რომ ნეპოტიზმის შესახებ კანონში სიტყვასიტყვი წერია მთავარია ტრუსიკის მეგობარი არ დანიშნო თანამდებობაზე. ხო და ახლა რამდენი მეგრელიც მთავრობაში ნახოთ ახლა ყველა ერთმანეთის ნათესავი მეგობარი და გამკაჭავი გეგონოთ რაღაც. ეგ ყველაფერი იციან კახელებმა და ისიც ცოტა ხნით. მე მოусვამე ხოლმე ხელს და ერთად აწევებენ მთავრობიდან. არა ახლა ცოტათი კი დაიცვა ნარმანიან ბოდოკია თანამდებობრივად ახლა მაგას მშენებლობის ნებართვის გაცემა არ შეეძლო მაგრამ ალბათ ასეა და რა არ ეთქვა? თუ გონიათ ახლა რომ ბოდოკია მოატყუებდა იმ სასტუმროს მშენებელს ნებართვის გაცემა შემიძლია უგაც. მოატყუებდა არა ახლა მეგრულ სასწავლი და კიდევ იმაში ჩუქჩეთში ინგლისურის ნაცვლად. თუმცა არის ერთი მეთოდი რომლითაც უტყუარად გაიგებ მეგობრობენ თუ არა ნარმანია და ბოდოკია. გადაამოწმეთ Facebook მეგობრები ხომ არ არიან. ისე როგორც ისა სოსანაშვილი და ფირცხალავა და თუ ხო ეხა მაშინ რაღა მეთქმის მაშინ ხო დავით საგანელიძე ხელების რესვით შორდება სფინქსის ქანდაკებას არა ბიჭო და რა ეგონე მაგ თავხეთ ნარმანიას საყდურობენ თქვენზე ამობენ რომ თქვენი კუთხის ხალხს ნიშნავთ კადრებად მერიაშიო და ნარმანია კიდევ პასუხობს რა სისულელია თქვენ თვითონ დაუკვირდეთ აბა სად ჯოკია და სად დავითიო ჩემი შენ გითხარიო გული მოგიკალიო რატომ არ უხდება დიდ შუბლს ნამუსის ზარგი გაუბოზდება თუ არ რძალი ნაბოზარ დედამთილს ისა ეთერში ვარ უკაცრავად გთხოვთ ჩართოთ სიუჟეტი კონკრეტული კრიტერიუმი თავმჯდომარისათვის კანონმდებლობაში არ დევს რომ არ უნდა იყოს ვთქვათ რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან თუმცა ბუნებრივია რომ ყველა მხრივ და ასე ვთქვათ შემოწმდეს კონკრეტული ადამიანის ასე ვთქვათ გარშემო ეს პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის გამო რამდენად თავისუფალი იქნება იგი პოლიტიკური გავლენებისგან არა მიყვარს გულწრფელი ხალხი კი რა ვერ ნახეთ კაცო როგორი გულწრფელია კოტე პავლეს ძმა დედას ფიცავარ მეც გულწრფელად მჯერა რომ სანამ კოტე პავლეს ძმა კუბლაშვილს მთავარ მოსამართლედ დანიშნავდნენ ჯერ ყოველმხრივ შეამოწმეს იყო თუ არა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და მხოლოდ მას შემდეგ დანიშნეს რაც დარწმუნდნენ რომ არ იყო აი წარმომიდგენ ახლა კანდიდატურების განხილვისას მუშნივით წარფშეკრული ადეიშვილი როგორ ამბობს ერთი ძმა ოპოზიციაში იყოს და მეორე მთავარი მოსამართლის სავარძელში არ გამოვა უნდა დაჯდეს კოტეო და კოტე პავლეს ძმაც ხსენებულ სავარძელში ჯდება. თუმცა ხა მე თუ მკითხავ პავლეს სულაც არ იყო ეხლა მთავარი ფაქტორი და კოტეს სულ ტყუილად ამოადინეს სხვილში ძმად. აბა ბიჭო ეხლა ვინც პავლეს ძმა არ იყო წინა ხელისუფლებაში ან სადმე სხვაგან პოლიტიკურ გავლენას აღარ გრძნობდა რაც. მაგას იკადრებდნენ სწორედ ეხლა ჩემი ნამაღლარი და მისი ორი ნაგაღლეტილარი. ხო და დაუჯერეთ ამ პატიოსან პავლეს ძმას როცა მთავარი მოსამართლის როგორობაზე ლაპარაკობს. შეიძლება ახლა ის კი არ იცის როგორი უნდა იყოს მაგრამ როგორი არ უნდა იყოს ზუსტად იცის ჩვენ ხომ კაცო ჩვენზე უკეთ არავინ გვიცნობს სერგო რა სარგებლობა მოაქვს აბა საქართველოს ნაკრებს არა სერგო რა ბუნდღა კაცო საქართველოს ნაკრებისგან ბუნდღას ვიღატავს კაცო რა არა არც ჩინჩლა არჩი ყოველ შემთხვევაში ახლა ჩინჩლა საქართველოს ნაკრების მხრიდან არა მოკლედ რა სარგებლობა მოაქვს და გეოგრაფიული ცოდნის ამაღლებას ემსახურება ქვეყანაში როგორ რა როგორ კაცო როგორ და აი ფიფას ბოლო რეიტინგებით საქართველოს ნაკრებს უკვე ისეთი გუნდები უსწრებენ როგორებიც ლესოტო ბურუნდი მავრიტანია სენტ-კიტისი და ნევისი ნიგერი სუდანი და ლიბია ხო, კი ბატონო, ბურუნდი, მავრიტანია, სენტ-კიტისი და ნევისი კიდევ გასაგებია. ეგენი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყნებია, მაგრამ აი ეს სუდანი და ლიბია რომ გაგისწრებს, ესე იგი რაღაცაშია უკვე პრობლემა. არა, ეხლა არა უშავს, მოვიგებთ შემდეგ თამაშს და დავიხევთ ყველა სათითაოდ. რაო? გერმანიასთან გვაქვს თამაში, ხო, შემდეგი, ხო. მაინც დავიხევთ, ხო, ოღონდ უკან და დავუცდით შემდეგ თამაშს. მერე იმის შემდეგს და ასე შემდეგ. ხო, სამაგიეროდ ისა ნელ-ნელა გავიგებთ, რომ სოფლიოში არსებობს ბენინი, აღმოსავლეთ ტიმორი, ეკვატორული გვინეა, ჩრდილოეთ მარიანის კუნძულები, ზულუს ტომები და რომელი ერთი ჩამოვთვალო, კაცო. საფეხბურთო სამყაროს რას გაუგებ, დედამიწა ხომ მრგვალია. აბა სერგო გამოცანას გეტყვი და თუ გამოიცნო. იძებნება იპოვეს და მაინც იძებნება. აბა რა არის? არა კაცო, რა სულიკო. არც თამარ მეფის საფლავი და არც ისა სხვა საქართველო. რაო? აი მართალი ხარ, სწორი პასუხია ზურაბ ადეიშვილი. ხო, სერგოში.
ევროპის ბიზნეს ასოციაციის შეხვედრას, რომელიც უკრაინაში სასტუმრო გრანდ ჰოტელში გაიმართა, საქართველოს მიერ ძებნილი ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ბადაიშვილი და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, რომელზეც ანტიკორუფციული საკითხები განიხილეს, იმყოფებოდნენ მოქმედი პარლამენტარები, უმცირესობის წევრები გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძეც. ასოციაციის ვებ-გვერდზე გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ სააკაშვილი და ვაშაძე შეკრებილთა წინაშე სიტყვითაც გამოვიდნენ. შეკრება უკრაინაში სავარაუდოდ გუშინ გაიმართა. მანდრამ მიგიყვანა შემაღლიანო შენ. როგორი ჩინებული წვეულება გამართულა კაცო. აი გიყურებთ სულ ძმათ ნაპიცები კაცო. ერთი გობიდან რო ჭამდით ბიუჯეტს ისედები ხარ შეკრებილე. და ამადეიშვილს ახლა ვიღა გაუბაზრა იქ რო იყო, არა ნაცებო ახლა დიდი საიდუმლო უნდა გაგანდოთ რა. არ მინდოდა მე მეთქვა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ახლა როგორც თქვენი დიდი კომაგი ვალდებული ვარ რომ გითხრათ. ვიღაც კრისაკავთ გუნდში. არა, კი გაგიჭირდებათ ამოცნობა, მაგრამ ახლა თქვენი უნდა წადოთ თორემ ხომ ხედავთ კაცო, ჩვენი პროკურატურის იმედზე ჩემი მტერი იყოს. ლესოტოელი ფეხბურთელი ეუბნება ბურუნდელ ფეხბურთელს. გაიგე, ჩვენმა ნაკრებმა საქართველოს რეიტინგში გაასწროდა. ბურუნდელი კიდევ პასუხობს, ჯერ სათხარ, აი ბურთს რომ ვიყიდით, მე რენახეო. დემოკრატიის ჟანგბადის დამფუძნებელს ეკითხებიან. კი, მაგრამ ამდენ დემოკრატიულ ჟანგბადს სად შოულობთო და სად და ბიძინა გამოყოფსო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.